ეს მნიშვნელოვანი ამბავია. კი. ტრავმა განაპირობებს ყველაფერს. არ ვსაუბრობდით აფხაზეთიდან დევნილების ჩამოსვლაზე და ინტეგრაციაზე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. თითქოს ეს ისტორია არ იყო. იყო ომი, სოხუმი დაეცა და მერე ეს ხალხი სადღაც და მერე უცებ გაჩნდა ფანტასტიკური ლიტერატურული ნაშრომები, ძალიან კარგივი, რომლებიც ზუსტად იმას საუბრობდნენ. არა ჰოპ და გაჩნდა ეს ხალხი, არამედ რა გზა გამოიარა. აქედან იქამ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვები როგორები იყვნენ. არა მეომრები, არა ქალები, არამედ ბავშვები. მერე თემა, რომელიც ყველაზე ტაბუირებული იყო, ეს არის აი ამ ხალხის ძარცვა და ძალადობა ქალებზე, რომელსაც მე რამდენიმე მედია გამომცემლობამაც ასევე ძალიან კარგი სერია მიუძღვა, ინდიგო მიუძღვნა სერია, სადაც აი იგრძნობა, რომ ეს ქალები როგორი მოწყვლადები იყვნენ ამ ამბების. მერე მსხვერპლი, ვინ არის მსხვერპლი? და რა თქმა უნდა, ამის ფონზე ეს სამოქალაქო ომი, რომელიც არ ჩერდება. ეს არის ის ტრავმა, რომელიც ამ ხალხს აწუხებს და ეს დღევანდელობას განაპირობებს. იმ წარსულმა განაპირობა დღევანდელობა. დღევანდელობა უკვე განსაზღვრავს მომავალს, ამიტომ